ერთადერთი კარგი რაც პანდემიამ გააკეთა საქართველოში ეს არის ქართულ ხალხს აღმოაჩენინა საქართველოს და საქართველოში ქართულმა ხალხმა ისწავლა საქართველოს მოსახლეობამ ისწავლა უფრო მეტად დასვენება და ეს განსაკუთრებით შეეხო ბორჯომი ბაკურიანის მიმართულებას როცა პანდემიის შემდეგ ასე ვთქვათ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება გაჩნდა რომ ყოფილიყო უფრო მეტი მოთხოვნა სუფთა ჰაერზე რაც შეეხება უცხოელ ვიზიტორებს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება როგორც მოგეხსენებათ ყოველთვის იყო ბორჯომისთვის ყაზახეთი თუმცა რაც მეტად გააქტიურდა ყაზახეთს დაემატა უზბეკეთი ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ეს არის განსაკუთრებით დაგვაქვს სომხეთიდან ბორჯომი ბაკურიანის მიმართულებით ჩვენ და სამწუხაროდ აზერბაიჯანის საზღვარი დღესდღეობით დაკეტილია და ის ვიზიტები რომელსაც აზერბაიჯანელები ახორციელებდნენ ბაკურიანში სამწუხაროდ ამ ორი მესამე წელიწადს უკვე ვეღარ ხდება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც ევროპელის ტურისტების ბერკეტია რომ არ ჩამოვიდნენ საქართველოში ეს არის მიმდინარე ომი უკრაინაში და ძალიან ბევრი ევროპელისთვის ახმა უკრაინა და საქართველო ერთიანად არის და ბევრი ადამიანს გაცნობიერებული არ აქვს რომ უკრაინას აბსოლუტურად სხვა ქვეყანაა და საქართველოს სხვა ქვეყანაა და როცა ლაპარაკობენ უკრაინაზე ისინი შესაბამისად აღიქვამენ საქართველოსაც ესე ვთქვათ უკრაინასთან ძალიან ახლოს შესაბამისად ეს შიში მაინც არის და რაც ამას განაპირობა ერთ-ერთი მთავარი რაც არის ესე ვთქვათ ევროპელი ტურისტების კლება ეს არის ძირითადი მიმართულება რომ შიშის ფაქტორია თუმცა ზრდა გვაქვს ისრაელიდან და ზრდა გვაქვს ესე ვთქვათ გალფის ქვეყნებიდან ყოველწლიურად გვაქვს მატება ტურისტების რაოდენობის 15-20%-იანი ზრდის მანჩვენებელით წლევანდელ წელს ლიდერები არიან პოლონეთი, ჩინეთი, გერმანია, ფინეთი და სხვადასხვა ქვეყნები, ევროპული ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან რეგიონში ჩამოდიან დასასვენებლად და სამოგზაუროდ. ინტერესი ჩდება უკვე ჩვენს რეგიონში სოფლების მიმართულებით, მთის მიმართულებით, ჰაიკინგის მიმართულებით მოგზაურობასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი რეგიონი საერთაშორისო გამოფენებზე წარვადგინოთ მსგავსი მიმართულებებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ სოფლის მკვიდრ მოსახლეობას იმისთვის, რომ განავითარონ ტურიზმი ადგილობრივ დონეზე. ჩვენ როგორც სახმელეთო გზით მეზობელი ქვეყნიდან შემოდინების პრობლემა არ აქვს, ასევე აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან უამრავი ტურისტი შემოდის ჩვენს რეგიონში, რომ მაგ მიმართულებით მოინახულონ ჩვენი რეგიონი. ზაფხულის პერიოდში უფრო ჭარბობენ ტურისტები, როგორც რუსეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. ზაფხულის რეგიონში უფრო მეტი ტურისტი აჭარის და აჭარის რეგიონს ესტუმრება ხოლმე, იმიტომ რომ აჭარა მოგეხსენებათ საზღვაო კურორტია ესე ვთქვათ და მაგ მიმართულება უფრო მეტად აინტერესებთ, მაგრამ რუსი ტურისტებიც გარკვეული რაოდენობა შემოდის, რომელიც ინტერესს გამოთქვამენ ჩვენს რეგიონში. მე რამდენი ადგილზეა? თუ ავწევ მე მგონი მეორე თუ მესამე ადგილზეა. ჩვენ ამ სტატისტიკურ ინფორმაციას ვეყრდნობით ახალციხის ციხე, ვარძიის მუზეუმი, ნაკრძალი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ბორჯომის პარკი გავრილოვის ღამის მერე რომ გაჩერდა რუსი ტურისტების შემოდინება, იმის მერე თანდათანობით ახლა ომის დაწყებამ განაპირობა რუსი მიგრანტების შემოდინება, მოდი ესე ვთქვათ, რუსი ლტოლვილების მიგრანტების რაზგინებათ ის უწოდოთ შემოდინება, რომლებიც დასახლდნენ საქართველოში და მათ დაიწყეს ბიზნესების გაკეთება საქართველოში და თვითონვე აიღებინები და თვითონვე აქირავენ მერე ამ ბინებს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ უკვე ტურისტებად ამარილებიან რუსები. ბევრი რუსი ჩამოსული აქ დამკვიდრდა და თვითონვე ჩამოყავს ტურისტები თავისივე ბიზნესისთვის. აბსოლუტურად არაკონკურენტულ უნარიან გარემოში ხვდებით, როცა ქართველი მეწარმე რას საკეთებს, ყველაფერს გადასახადი უნდა გადაიხადოს და ჩამოსული მეწარმე ამ შემთხვევაში რუსი აბსოლუტურად ისე დაურეგისტრირებად თავისთვის ესე ეგრეთ წოდებული პერიკლიჩკით მუშაობს და არანაირი გადასახადი სახელმწიფოს აქედან არ აქვს. ეს ინფორმაცია ის არის რომ ხალხს ჯერა რომ არიქა რუსეთი მოდის და გვაშენებს რა რაღაცა ხალხში წუწელდება დეინფორმაცია პირდაპირ ვიზახი როცა ვიზახია რომ აი რუსი ტურისტი ჩამოდის და აგვაშენებს და რაღაცა ტყუილი ეს არის გულისხმობა აშენებაში ანუ ეს ბევრ ფულს ხარჯავს რუსი ტურისტი აბსოლუტური ტყუილია სრული ტყუილია იმიტომ რომ საქართველოში მაღალ ხარჯად უნარიანი რუსი ტურისტები არ ჩამოდიან აქ ჩამოდიან პირდაპირ ვიზახი ძალიან
დაბალი გადახდის უნარის ტურისტები რუსეთიდან განსაკუთრებით რა თუ რუსეთის მიმართულებას რომლებიც პირდაპირ ვიძახი თითო კაპიკს უყურებენ და თითო კაპიკს ითვლიან სად როგორ ხარჯავენ და რას აკეთებენ ყველა ტურისტს აქვს თავისი ნიშა და ხარჯველუნარიანი იქნება მაღალ ხარჯველუნარი საშუალო თუ დაბალი ყველას აქვს თავისი ნიშა და ყველამ თავისი ნიშა უნდა შეავსოს ყველა ტიპის ტურისტისთვის სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული რეგიონია საქართველოში ტურიზმის მხრივ იმიტომ რომ სამცხე-ჯავახეთს აქვს აბსოლუტურად ყველა ტიპის სასტუმრო და არაერთი და ბაკურიანი თითქმის ერთ-ერთი ესე ვთქვათ ლიდერი დასასვენებელი ადგილია ყველაზე კარგი ტურისტად მოიაზრება ესე ვთქვათ გერმანელი ტურისტები იმიტომ რომ უფრო მეტად მოწესრიგებულები თუნდაც გაქირავების სერვისით ტრანსპორტის გაქირავების სერვისით გამქირავებელს ნაკლები სანერვიული აქვს იმ თვალსაზრისით რომ იცის რომ იქ რაღაცა უხერხული მომენტები არ იქნება და რაღაც ტყუილი არ იქნება იმ კუთხით რომ როგორცაც ჩააბარებს თავის სატრანსპორტო საშუალებას ზუსტად იმ კონდიციაში უბრუნებს თავის სატრანსპორტო საშუალებას და ну შეგვიძლია ესე გამოვთქვათ ну ხარჯველოვანი ტურისტი ყველა იმისთვის ჩამოდის რომ ფული დახარჯოს და მაქსიმალურად სიამოვნება მიიღოს და ჩვენ იმისთვის უნდა ვიყოთ მზად რომ მაქსიმალურად სერვისი შევთავაზოთ აქ მობრძანებულ სტუმრებს და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს და სხვადასხვა სერვისებში მოახდინოს მათი ფინანსების დახარჯვა. ჩვენზეა დამოკიდებული რამდენ ფულს დავახარჯნებთ მობრძანებულ სტუმარს, როგორ სერვისი შევთავაზებთ. მე მაგალითად დიდი განსხვავება მეც ახლა ჩემი ოჯახი კერძო სექტორში არის ჩართული ამ თვალსაზრისით, კერძო ბიზნესი აქვს და ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში მეღვინეობით და სტუმართმასპინძლობით არიან დაკავებული. სიმართლე გითხრათ, რუსი ტურისტი ჩვენთან, ჩვენს ოჯახში არ ყოფილა, იყვნენ ამერიკა, ახალი ზელანდია, გერმანია, პოლონეთი, ფინეთიდან ყავდნენ სტუმრები, ესტონეთიდან ყავდნენ სტუმრები. შესაბამისად, ეს კითხვა უფრო კერძო სექტორს ეკუთვნის, რომელიც გამიჯნავს ამას თუ ვინ სად ხარჯავს. ჩვენგან არაეთიკური იქნება ამის კითხვა, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ მისი შემოსავლებით ვართ დაინტერესებული. კი ვართ დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი გქონდეთ, მეტად ნაყოფიერი წელი გქონდეთ, მეტად 4 სეზონზე იყოს ჩვენი რეგიონი მორგებული. მე ვფიქრობ, სახელმწიფო საკმაოდ კარგად არის ჩართული კერძო სექტორის ხელშეწყობაში, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფოს წარმოადგენს კერძო საჯარო ურთიერთობების ბალანსს ვინარჩუნებთ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყოთ კერძო სექტორს ხელი განვითარებაში, პოპულარიზაციაში, სწორედ ჩამოყალიბებაში და ესეც უკვე სახელმწიფოს ჩართულობას ნიშნავს. როდესაც მცირე ბიუჯეტით აკეთებ, ხო, იქ უკვე შეცდომების დაშვების შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, რომ თითოეული ლარის სწორედ განკარგვა მნიშვნელოვანია. ამ კუთხით უნდა მოხდეს კერძო მკვიდრი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, უნდა მოხდეს ინფოტურებში ჩართვა მათი, უნდა წავიდეთ პირობითად და ვნახოთ სოფელ ჭობარეთში ადამიანი როგორ სერვისს თავაზობს, რას აკეთებს, იმ სიძველით რა სიამოვნებას ღებულობს ადამიანი. მე უნდა ვნახოთ თანამედროვე და მე ჩვენ უნდა მოვახდინოთ დიფერენციაცია იმის თუ რა მიმართულებით ვხედავთ ჩვენ თავს და იმაში წარმოდგენას თუ რა შეიძლება შევთავაზოთ ჩვენ ტურისტს.